ნატოს გადაიარაღების გეგმა აქტიურ ფაზაში შედის. ბრიუსელში თავდაცვის მინისტრები იმ გეგმის დასამტკიცებლად შეიკრიბნენ, რომელიც მომავალში თითოეულ მოკავშირე ქვეყანას უფრო მეტი სამხედრო ტექნიკითა თუ აღჭურვილობით უზრუნველყოფს. ცივი ომის შემდეგ ამის საჭიროება კონტინენტზე არავისთვის მდგარა, თუმცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა ნატოს ხისტი და საკმაოდ ძვირიანი ზომებისკენ უბიძგა. ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს მიზნებსა და შესაძლებლობებს. ამოვავსებთ დანაკლისებს სამხოლოდ იმისათვის, რომ დავისვოთ თავი ახლა, არამედ 3, 4, 5, 6 წლით წინ. ყველა ეს ინვესტიცია უნდა იყოს დაფინანსებული. ამაზე ვიმუშავებთ ჰააგაშიც. ესაა ეგრეთ წოდებული ორი ნაბიჯის მიდგომა. ჯერ სამიზნე შესაძლებლობები და ამის შემდეგ ძლიერი დისკუსია ხარჯებზე. ეს ყველაფერი ჩვენს გადაწყვეტილებებში აისახება. გეგმა, რომელსაც დღეს ნატოს თავდაცვის მინისტრები განიხილავდნენ, რამდენიმე სტრატეგიულ ნაბიჯს გულისხმობს. პირველ რიგში ეს მეტი შეიარაღების შესყიდვაა. აქ აქცენტი საჰაერო თავდაცვით სისტემებზე, შორმანძილზე მოქმედ რაკეტებზე, არტილერიაზე, ლოჯისტიკურ თუ ტრადიციულ აღჭურვილობაზე, დრონებისა და მძიმე საჰაერო ტექნიკის შესყიდვაზეა. გეგმის ავტორების თანახმად, ნატომ უნდა უზრუნველყოს დამატებით 300,000 ცოცხალი ძალა, რომელსაც ალიანსი საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ფლანგზე 30 დღის განმავლობაში გადაისვრის. ამ მხრივ ძალისხმევას არ დაზოგავს ბერლინი, რომელსაც ინდივიდუალურ დონეზეც დიდი გეგმები აქვს. როგორც ევროპის უძლიერესი ეკონომიკა, გერმანია საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას ნატოს მეორე უმსხვილესი შესაძლებლობათა პაკეტის ირგვლივ. დეტალებზე არ ვისაუბრებ, რადგან არ მსურს პოტენციურ აგრესორს ჩვენს გეგმებში ჩავახედო. ნატოს ახალი მიზნების შესასრულებლად გერმანიას უხეში გათვლებით დამატებით 50,000-დან 60,000-მდე აქტიური ჯარისკაცის მობილიზება დასჭირდება. ამავდროულად უნდა დავსვათ კითხვა, საკმარისი იქნება თუ არა ახალი სამხედრო სამსახური მომდევნო რამდენიმე წლისთვის. გაწვევის ამჟამინდელი სისტემა ამ წუთას უსარგებლოა, რადგან საჭირო მოცულობა არ გვაქვს, არც ყაზარმებში და არც საწვრთნელ ნაწილში. ამიტომაც უნდა გავზარდოთ მოცულობები. კანადა ინვესტიციას განახორციელებს საკუთარ თავდაცვაში, გააჯანსაღებს სამხედრო შესაძლებლობებს და ამას გააკეთებს დაუყოვნებლივ. არ გვაქვს ილუზიები იმ საფრთხეების პირისპირ, რომლებიც ჩვენს თვალწინაა. რუსეთის არაპროვოცირებულმა და სასტიკმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ გლობალური უსაფრთხოებითი ლანდშაფტის დესტაბილიზაცია მოახდინა. მზარდი საფრთხეების წინაშე მეტი უნდა გავაკეთოთ. საფრთხეების მასშტაბებიდან გამომდინარე, ნატოელების მიმართ მოთხოვნები გაზარდა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. თუ აქამდე ვაშინგტონი მოკავშირეებს თავდაცვაზე ხარჯების 2%-მდე ზრდას თხოვდა, ახლა ზღვარი 5% გახდა, რომელიც თითოეულმა ქვეყანამ მთლიანი შიდა პროდუქტიდან საკუთარი თავდაცვისთვის უნდა გამონახოს. მათგან 3.5% სამხედრო ხარჯებისთვის, 1.5% კი გზების, ხიდების, აეროდრომებისა და საზღვაო პორტების მომზადებას მოხმარდება. ჯარების სწრაფი გადატყორცნის მიზნით. ევროპელებისთვის ბიძგის მისაცემად ვაშინგტონმა დისტანცირების მეთოდს უკვე მიმართა. არც ის ფაქტია შემთხვევითი, რომ ბრიუსელში ჩასული პენტაგონის შეფი უკრაინის მხარდამჭერი სააკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრას არ დაესწრო. რამშტაინის ფორმატში მისი ფუნქციები დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ შეითავსეს. არავის გაუკეთებია ნატოს გაძლიერებისთვის იმდენი, რამდენიც დონალდ ტრამპს. მის პირველ ვადაში ის ითხოვდა თავდაცვის ხარჯების ზრდას 2%-მდე, რადგან ალიანსი არ არის მხოლოდ დროშები. მას სჭირდება მებრძოლი ფორმირებები, მას არ სჭირდება ბევრი კონფერენციები, არამედ სჭირდება მეტი შესაძლებლობა, მტკიცე ძალა. ალიანსი უნდა იყოს მზად ბრძოლისთვის. ჩვენ აქ ვართ, რათა გავაგრძელოთ პრეზიდენტი ტრამპის ძალისხმევა ნატოს თავდაცვის ხარჯების 5%-მდე გაზრდისთვის, რაც ვფიქრობ ჰააგის სამიტამდე მოხდება. მე ვხედავ, რომ ქვეყნები მზად არიან მოქმედებისთვის, იმისათვის, რომ გაზარდონ ლიმიტები. ეს კარგი რამაა, ასეა, როდესაც მეგობრები ეხმარებიან მეგობრებს. საკვანძო მისია კონტინენტური თავდაცვა. გეგმა, რომელიც ნატოში შემუშავდა, მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, რადგან არსებობს დაშვება, რომ რუსეთი საკუთარ სამხედრო მანქანას უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც მიუბრუნდება. ჩანს, რომ კრემლი ნატოს სტრატეგიულ საფრთხედ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება. ჩვენ ვხედავთ, რომ ამჟამად რუსეთი უკრაინაში რჩება, სადაც წარმატებებს ვერ მიაღწია, მაგრამ ვიცით ისიც, რომ სამხედრო თუ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ რუსეთი მოახდენს მეტი ძალის მობილიზებას ჩვენს სიახლოვეს. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ალიანსმა გამოიყენოს რამდენიმე წელიწადი, ვიდრე რუსეთი უკრაინის ომითაა შესუსტებული, რათა მოახდინოთ ისტორიული ზრდა სამხედრო ძალების. ეს ისტორიული მომენტია ევროპაში. თუ ჩვენ შეგვეძლება მივაღწიოთ 5%-ს 2030
მივხვდათი 2032 წლებისთვის ეს იქნება ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდი ინვესტიცია თავდაცვაში. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი უნარები, რომ ვიმოქმედოთ, მოვახდინოთ რეაგირება პირველ რიგში რუსეთის წინაშე. სამიზნე შესაძლებლობები პირველ რიგში გულისხმობს ფართო სპექტრს, საჰაერო თავდაცვას, მოძრავ ფორმირებებს, შეიარაღებას, საარტილერიო სისტემებს, ღრმა დარტყმებისთვის პოტენციური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიებს. ნატოს 32 სახელმწიფოს ლიდერებს შორის შეხვედრა ჰააგაში 24-25 ივნისაა ჩანიშნული. რა დროსაც არ გამოირიცხება, რომ ალიანსმა შეერაღების თვალსაზრისით საეტაპო გადაწყვეტილებები მიიღოს. სამიძე მიწვეულია უკრაინაც, თუმცა ნატოს გენერალურ მდივანს არ დაუკონკრეტებია, იქნება ეს ვოლოდიმერ ზელენსკი თუ სხვა თანამდებობის პირი.